დღეს ვისაუბრებ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე და გეტყვით რა სხვაობაა ჩანახატსა და ნახატს შორის. მოგვიანებით თქვენთან ერთად გავაკეთებ ჩანახატს, მაგრამ მანამდე ვეცდები რომ მოგაწოდოთ მარტივი თეორიული ინფორმაცია. ესე იგი, ნებისმიერი მასალით შეიძლება გააკეთოთ ჩანახატი, მაგრამ უფრო რომ გავამარტივოთ დღევანდელი გაკვეთილი და გასაგები იყოს, დღეს ვისაუბრებ ფანქარზე, რადგან მოგვიანებითაც ფანქრით გაჩვენებთ ჩანახატის დახატვის წესს, ასე ვთქვათ. ნახატისგან განსხვავებით, ჩანახატი შეიძლება და სასურველია გააკეთოთ მუქი ფანქრით. როგორებიც არის 6B, 8B და ასე შემდეგ. ნახატის შემთხვევაში ხატვას ვიწყებთ ღია ფანქრით, არ ვიყენებთ მუქ ფანქარს, ღია ფანქრით ვიწყებთ მაგალითად როგორიც არის ვთქვათ HB ან 2B და შემდეგ უკვე დახატვის შემდეგ და დაჭრილვაზე რო გადავალთ, ნელ-ნელა შეგვიძლია გავამუქოთ ფანქარი. რაც შეეხება ფურცელს, ჩანახატის დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ თხელი ფურცელიც, ხოლო ხატვის დროს მხოლოდ სქელი ფურცელი შეგვიძლია გამოვიყენოთ, რადგან თხელი ფურცელი ფიზიკურად ვერ გაუძლებს იმ დატვირთვას, რაც არის ხოლმე ხატვის დროს და დამუშავების დროს. ესე იგი, როცა ვხატავთ ნახატს, აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიმეტრიულ ფიგურებზე ვმუშაობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ სარტყელი, გავზომოთ ეს ყველაფერი, რომ პროპორციული იყოს. მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ თითოეული ობიექტის ცენტრის ხაზი და ასე შემდეგ. მოკლედ, ძალიან ბევრს ვზომავთ, როცა ვხატავთ ნახატს. როცა ვაკეთებთ ჩანახატს, შეგვიძლია არაფერი არ გავზომოთ, პირდაპირ გადავიდეთ, ასე ვთქვათ, რასაც დავინახავთ, იმის დახატვაზე. ჩანახატი ნახატთან შედარებით იხატება ძალიან სწრაფად. აი სასურველია, რომ ჩანახატი მაქსიმუმ ხატოთ 10 წუთი და ნახატი შეიძლება ხატოთ, რა ვიცი, 2 დღე, 2 თვე და ასე შემდეგ. ანუ ნახატზე არის უფრო სიღრმისეული ფორმები, უფრო ყველაფერი გაზომილი, უფრო დაგეგმილი. აი ეს სხვაობა ნახატსა და ჩანახატს შორის. ჩანახატი არის უბრალოდ სწრაფი, შეიძლება იყოს ცოტა დანგრეულიც, ასე ვთქვათ, არ იყოს ძალიან სიმეტრიული. ასევე ჩანახატის დროს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხაზი არ წყდებოდეს, იყოს რაღაცა ერთი მოსმით დახატული, რაღაც ერთი ამოსუნთქვით დახატული და შესაბამისად ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ ჩანახატი ჯობია ხოლმე ნახატს, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ბუნებრივი არის, ძალიან ცოცხალი არის, რაღაც ერთი ამოსუნთქვით არის დახატული და ბევრად საინტერესო არის ხოლმე ხშირად ჩანახატი ნახატისგან განსხვავებით. ძალიან ბევრს საუბრობ ხოლმე ჩანახატებთან დაკავშირებით და ყველას ვურჩევ, რომ ყოველდღიურად გამოყავით 10 წუთი და აკეთეთ ჩანახატები, რადგან ეს ძალიან გეხმარებათ უკვე ხელის დახვეწაში, განვითარებაში, ანუ კარგად რო ხატოთ, უნდა აკეთოთ ყოველდღიურად ჩანახატები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი მხატვრისთვის. ჩემი მოსწავლეებისთვისაც ვაკეთებ ხოლმე ჩელენჯებს, ასე ვთქვათ და ყოველდღიურად რაღაც პატარა ობიექტებს უგზავნი ხოლმე, რაც უნდა დახატონ. ეხლაც გვაქვს ესეთი ჩელენჯი და ამ ჩელენჯის ფარგლებში მაქვს ობიექტი, რომელსაც დღეს თქვენთან ერთად დავხატავ. მეც ვარ ამ ჩელენჯში ჩართული, ანუ მეც უნდა გავაკეთო ხოლმე ეს ჩანახატი და დღეს გავაკეთებ თქვენთან ერთად ჩანახატს და თან თქვენც თუ გავაკეთებთ ძალიან გამიხარდება, თუ არ გააკეთებთ, უბრალოდ უყურეთ და ისწავლეთ როგორ უნდა გააკეთოთ ჩანახატი, რომ არ იყოს ნახატი და იყოს ჩანახატი. და გადავიდეთ ჩანახატის დახატვაზე. დავიწყოთ ჩვენი ჩანახატის დახატვა. ვხატავ ჩემ sketchbook-ში, სადაც ჩელენჯისთვის ვაკეთებ ხოლმე ჩანახატებს. ძალიან კარგი sketchbook-ია, რადგან ძალიან პრიალა ზედაპირი აქვს ფურცელს და მარტივად იხატება. ვიყენებ 8B ფანქარს, ვხატავთ ამ დოკს და აი ახლა რომ ვხატავდე, ავიღებდი ცენტრის ხაზს, გავზომავდი ყველაფერს სიგანეს, სიმაღლეს, რა თქმა უნდა, ქაღალდის სარტყელით და მოკეთ ძალიან დაზუსტებით გავაკეთებდი ყველაფერს. მაგრამ რადგან sketch-ია, ძალიან მსუბუქად უბრალოდ ფურცელზე ვანაწილებ. სადმე ექნება ეს ჩემი დოქი. თუ გჭირდებათ, შეგიძლიათ დაახლოებით ეს ცენტრის ხაზიც აიღოთ და დავიწყოთ უკვე თავისუფლად და მარტივად ჩვენი დოქის მოხაზვა. ნუ ეცდებით, რომ გამოვიდეს იდეალური, მთავარია, რომ აი ეს sketch-ის პრინციპები დავიცვათ.
ესე იგი, რას ნიშნავს ახლა ჩანახატის მთავარი პრინციპები, რა უნდა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში არის ის, რომ ძალიან მსუბუქად უნდა ხატოთ. თქვენი მონასმი უნდა იყოს რაღაცა უფრო თავისუფალი, არ უნდა იყოს დაძაბული ხელით დახატული. ასევე ჩანახატის დროს გაითვალისწინეთ, რომ არ არის აუცილებელი რაღაცა ზუსტი კოპიო გავაკეთოთ იმ ობიექტის, რასაც ვხატავთ. აი ჩანახატის მთავარი ამოცანა არის, რომ დავიჭიროთ ობიექტის ხასიათი. აი მთავარი ხასიათი გადმოვცეთ. აი მაგალითად შეიძლება ადამიანს ხატავდეთ ან ცხოველს, ან თუნდაც დოგს, ხო? მაგრამ რო შეხედავთ, აი რაღაცა ხასიათი იყოს მთავარი დაჭერილი და ის რო დეტალები კარგად არ დაამუშაოთ და რაღაცები არ ჩანდეს, ეს არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ჩანახატი არ არის ნახატი. ეხლა დააკვირდით უკვე მონასმს, აი ხაზის მონასმს. ნახეთ ეცადეთ, რომ აი ადგილებში ძალიან დააჭიროთ, ადგილებში ცოტა მკრთალად, ანუ რაღაცა ხაზს კონდეს დინამიკა, რომ რაც ერთი მოსმით იყოს დახატული და ეს ყველაფერი ჩანდეს. ამით უფრო მეტი პლასტიკა აქვს და მოკლედ უფრო ჩანახატის ხასიათი ჩანს. კიდე რა უნდა გავითვალისწინოთ, ახლა ვეცდები, რომ ყველა დეტალი გავიხსენო, რომ რამე არ გამომრჩეს. ხო, კიდე ის მინდა გითხრათ, რომ ეხა როგორც ნახეთ, მე თავიდან მკრთალად დაახლოებით მოვხაზე და შემდეგ დავიწყე უკვე გამუქება. სასურველია, რომ აი მკრთალათაც არ მოხაზოთ, პირდაპირ ძალიან უხეშად დაიწყოთ ამ ყველაფრის გამუქება. უბრალოდ მე ეხლა ეს ვიდეო უნდა გაუგზავნო კიდევ ჩემს მოსწავლეებს, რომლებიც ჩელენჯში ზოგი პირველად იღებს მონაწილეობას და ამიტომ შედარებით მარტივი სქემა არის, რომ ჯერ ცოტა მკრთალად მოვხაზე და შემდეგ დავიწყე უფრო უხეშად გამუქება. თორე სასურველია, რომ ხელი ისეთი გავარჯიშებული გქონდეთ, რომ აი ერთი ხელის მოსმით პირდაპირ ჩამოუსვათ მუქი ხაზი და ასე თუ ისე სწორი იყოს. შეიძლება ძალიან პროფესიონალი მხატვარი ხატავდეს ჩანახატს და არ გამოუვიდეს ისეთი სწორი, ანუ ეს ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ ჩანახატის მთავარი ასე ვთქვათ პლუსი არ არის იმაში, რომ გინდა თუ არა სწორი იყოს და სიმეტრიული. ჩანახატის მთავარი ამოცანა არის ის, რომ აი ჩანდეს ხასიათი და ეს რაღაცა ემოცია. მოკლედ ჩანახატი უფრო ცოცხალია, უფრო ემოციურია, ვიდრე ნახატი. ეხლა შეგვიძლია მსუბუქად მივანიშნოთ ეს ორნამენტები. ამასაც რა თქმა უნდა ბოლომდე არ დავამუშავებ, უბრალოდ აი დაახლოებით მივანიშნებ ორნამენტებს და ასევე დაახლოებით აღვნიშნავ, საიდან შემომდის შუქი და სად მაქვს ჩრდილი. ჩანახატის დაჭრდილვის დროს არ გინდათ ეს რაღაცა ძალიან იდეალური და ძალიან ესეთი რთული გადასვლები, აი ძალიან მარტივად ორ ტონში შეგიძლიათ გააკეთოთ, მუქი ღია, აი უბრალოდ რომ მიანიშნოთ, რომ აქედან მაქვს სინათლე, აქედან ჩრდილი. მოკლედ აი ჩანახატმა უნდა გადმოსცეს ემოცია, აი დაახლოებითი ემოცია. რო აი სად არის ობიექტი, რომელი საუკუნეა ვთქვათ, თუ ეხა ამ შემთხვევაში დოგზე არის საუბარი, ხო? ეხა ადამიანს რო ხატავდეთ, დავიჭერთ იმ ხასიათს, აი ვთქვათ, ეს ადამიანი სევდიანია თუ მხიარულია, მაგრამ ეხა დოგს ვერ ექნება, ეხა ვერც სევდა და ვერც მხიარულება, ხო? ამიტომ აი დოგზე შეგვიძლია ვეცადოთ გადმოვიტანოთ ის ხასიათი, აი ვთქვათ, ძველია თუ ახალია. აი რაღაცა ანტიკვარია თუ რაღაცა ძალიან თანამედროვე დოქია, აი რაღაც ეს ხასიათი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს დოქი ანტიკვარია, ვეცდები, რომ მსუბუქად რაღაცა ორნამენტები მივანიშნო, რაც აღნიშნავს უკვე მის სიძველეს და ასე ვთქვათ ხასიათს, აი ვთქვათ მნახველს, ვისაც არ აქვს ნანახი ეს დოქი, მიხვდება, რომ აი დახატულია რაღაცა ძველებური დოქი. მოკლედ ესე. რა ვიცი, ვცდილობ, რომ აი ყველანაირად ისე დეტალურად მოგაწოდოთ ჩანახატზე ინფორმაცია, იმიტომ რომ იმდენს მეკითხებით და იმდენი კითხვა შემომდის ხოლმე ყოველდღიურად და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვიდეო მაქვს ამასთან დაკავშირებით, აი მაინც რაღაცნაირად ძალიან ვრცელი თემაა. ესე იგი, ჩვენ ამ ჩანახატებს ვაკეთებთ თითქმის ყოველდღიურად. თქვენ თუ ეს თემა გაინტერესებთ და მოგეწონათ, ასე ვთქვათ, ჩვენ ჩელენჯში ჩართვა, აუცილებლად მომწერეთ კომენტარებში და მაშინ ვეცდები, რომ აი ეს თემები რაც გვექნება ჩვენს ჩელენჯში,
როგორც გითხარით, მოსწავლეებს უტარებ ხოლმე პერიოდულად ამ ჩელენჯებს, მაშინ მომწერეთ და თქვენთვისაც ჩავწერ ხოლმე ვიდეოს და ასე ვთქვათ, თქვენც რაღაც ჩართულები იქნებით ამ თემაში. რა თქმა უნდა, ვისაც გინდათ ხატვა შეისწავლოთ სიღრმისეულად, გელოდებით ყველას ჩემ ხატვის სტუდიაში, გამოხატეში, რომელიც მდებარეობს ვერაზე ჯანაშიას 4 ნომერში. ესე იგი, გამოხატეში გვაქვს დიდების ჯგუფებიც, ბავშვების ჯგუფებიც, ყველანაირი ასაკის მოსწავლეები გვყავს, ასე რომ გელოდებით ყველას, ვისაც გინდათ ხატვის სწავლა. მათაც, ვისაც არასოდეს არ დაგიხატავთ და გონიათ, რომ ეს ძალიან რთულია და არ გამოგივათ, მოკლედ მთავარია სურვილი და დანარჩენი ჩვენ მოგვანდეთ. როგორც ხედავთ, ჩვენს დოგს ცოტა მეტი მოცულობა მივეცი, ადგილები გაუმუქე, მივანიშნე, რომ განათება შემომდის მარცხენა მხრიდან და თითქმის დასასრულს მიუახლოვდა უკვე ჩვენი სკეჩი. არ ვცდილობ, რომ რაღაცა ძალიან იდეალურად დავაზუსტო დეტალები, აი რაღაცნაირად სპეციალურად თითქოს ძალიან ზედაპირული ჩანახატი გავაკეთა, რომ აი ზუსტად მიხვდეთ იმ არს, ასე ვთქვათ, ჩანახატისას, რომ არ არის მთავარი იყოს იდეალური. მთავარი არის, რომ შეეჩვიოთ აი ეს უნარი გამოიმუშაოთ ჩანახატის, ასევე შეგიძლიათ დრო დაინიშნოთ ხოლმე, მაგალითად თავიდან 10 წუთი შეგიძლიათ, მერე ნელ-ნელა შეგიძლიათ ეს დრო უკვე შეამციროთ და 15 წამამდეც კი დახვიდეთ. აი ძალიან საინტერესოა, ადრე ვაკეთებდი ხოლმე 15 წამიან ჩანახატებს და ნუ აი ეს არის, აი არ ვიცი, ისეთი გამოცდილება და ისეთი ხელის გავარჯიშება, რომ რა ვიცი, რა გითხრათ, მოკლედ ძალიან კარგია. აი ხაზი ესე უნდა იყოს, ჩანახატის ხაზს გაჩვენებთ მარცხენა მხარეს, როგორი სქელია და თხელია, აი რაღაცა დინამიკური და ცოცხალი ხაზია, მოკლედ. ასე რომ გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი. მომწერეთ ასევე კომენტარებში თუ მოგეწონათ ეს თემა და რა ვიცი, კიდე რა გინდათ რომ დავხატოთ, ეგეც მომწერეთ და ვეცდები რომ ყველაფერზე გიპასუხოთ. მომავალ ვიდეომდე.